გამარჯობათ, მოგესალმებით, მეგობრებო, ერთმა მშვიდობა მოგცეს. მშვიდად დაგვითენოს და მშვიდად გაგვეღამოს, რაც მთავარი არის, ყველაზე ძვირფასი, უფლის დიდებით. ჩემი მცირე სათქმელი მინდა ვთქვა იმასთან დაკავშირებით, რაც თითქმის ყოველ დღე პროკურატურასთან ხდება. გიორგი ავალიანის დედა, ადამიანი, რომელიც სამართალს ეძებს და მთლიან სისტემაზე არის შეჭიდებული მარტო ეს ქალი. ძალიან მიკვირს და ძალიან ესე რომ ვთქვათ, იმ ადამიანისთვის საწყენი არის, რომ ჩვენ წინა წლებში და წინა პერიოდებში კარგად გვახსოვს შვილკვდარი შობლები, მაჩალიკაშვილი თუნდაც და ის ბიჭი სკოლაში რომ მოკლეს თანაკლასელებმა. ძალიან მიკვირს, სად არის ეს ხალხი, რატო არ უდგანან გვერდში, რატო არ წერენ პოსტებს. არ ვიცი, მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან საწყენიანი არის, როცა ერთი ადამიანი ეჭიდები ამხელა სისტემას და როცა გამოიხედა უკან და თანამგრძნობელი გვერდში ნორმალურად არავინ არ გიდგას. თან მით უმეტეს ისეთი თანამგრძნობელი, რომელსაც გავლილი აქვს ეს ყოველივე და ძალიან კარგად იცის, რასთან აქვს შეხება და როგორ და რანაირად და მაინც სხვა მომენტია, როცა ადამიანი გვერდში გიდგება და თანაგრძნობას გიცხადებს, უფრო მოტივირებული ხდები და უფრო გინდა რომ შენი ეს დაწყებული საქმე ბოლომდე გაიტანო. ზოგადად ტრაგედია მე ამ სიტუაციაში ორივე მხარეში მგონია. იმ სკოლის მოსწავლე ბავშვების დაჭერილი მოსწავლეებისა და რა თქმა უნდა ამ დაღუპული გიორგი ავალიანის მხარეზე. ეს ორივე ტრაგედია არის. ტრაგედია იმიტომ რომ ერთია და ღმერთმა ასეთი ბედი არ გუნა, რომ ახალგაზრდა უნდა წასულიყო ქვეყნიდან გიორგი ავალიანი, უცოლო, უშვილო და თავისი დამტოვებლის გარეშე და მეორე ტრაგედია ის, რომ მშობლებმა შვილებს ყურადღება ვერ მიაქციეს და მოხდა ის, რაც მოხდა. ზოგადად მიმაჩნია, რომ კი, ყველა მამას უნდა რომ თავისი შვილი იყოს რაღაცა, გინდა სკოლაში, გინდა სოციუმში, რაღაც ასე თუ ისე გამორჩეული, ცოტა ყეყეჩი და ცოტა ძლიერი, ღონიერი, ისეთი რომ არავინ დაჩაგროს და რა თქმა უნდა, ყველას უნდა. მეც მინდა და აბსოლუტურად ყველას, მაგრამ როდესაც ბავშვს შენ იმაზე მეტ ესე რომ ვთქვათ ძალაუფლებას და შთაგონებას აძლევ, რაც იმ მომენტში უნდა კონდეს, იმაზე მეც როცა აძლევ, მისი დამორჩილება მერე უკვე ძალიან რთული ხდება თვით მშობელის მხრიდანაც კი. მშობლობა მარტო ის არ არის, რომ ადამიანმა აჭამო, ჩააცვა და მატერიალური უზრუნველყოფა მიანიჭო. ეს არ არის მარტო, ეს ანალოგიურად ჩვენ შვილებთან კომუნიკაცია აუცილებელი არის, აუცილებელზე აუცილებელი არის. მშობლობა, აი მე მაგალითად ბავშვობაში
კარგად მახსენდება, როცა უფროსი თაობა მამების თავის შვილებს როცა დაინახავდნენ, რომ ჩაგრავდნენ სხვას, ყურს აუწევდნენ ხოლმე, იმიტომ რომ დაჩაგვრა არის ძალიან ცუდი მომენტი ბავშვის მხრიდან, როცა გადაჭარბებულად, როცა ზედრო შედგები, აბულინგებენ, ჩაგრავენ და ეს რო გონიათ რაღაცა ისეთი სიტუაცია, რომ მაგარ ბიჭობად და მაგარ კაცობად და მაგარი კაცის სახელით. არ არის ეს მაგარი კაცის სახელი, ეს არის უბრალოდ შენი აგრესია, შენი, რა ვიცი, მე ესე ვფიქრობ, ოჯახიდან წამოსული ყველაფერი, რაც გამოგაქვს ქუჩაში, რაც გამოგაქვს სოციუმში და შენ სხვა თანაკლასელებთან ერთად, რასაც აფრქვევ. როდესაც დავინახავ ხოლმე, რომ აი ბავშვები რო ერთმანეთში ჭიდაობენ და მერე უკვე რო ზედმეტებში გადასდით. ყოველთვის მივდივარ და მივარდები და რომელიც აი ვითომ რო რაღაცა ყეყეჩობს, რაღაცა თავისი თავი რო მაგარი ტიპი გონია, ყოველთვის იმასთან მივალ და სათქმელს ვეტყვი, ისე ვეტყვი სათქმელს, რომ ერთმანეთს ჩავახუტებ, მოვეფე ბავშვებს შევარიგებ. შეიძლება არც იყვნენ შესარიგებელი და მასეთი შუტკა კონდეთ, მაგრამ მე ყველა ადამიანს და ყველა მშობელს და ბიჭს და კაცს მით უმეტეს მოგიწოდებ და რა თმინდა მოწოდება, მაგრამ საუბედუროდ მინდა მოწოდე, იმიტომ რომ გარემოებაში ვხედავ მე სიტუაციას, როცა ბავშვები ერთმანეთს დისტრაქს აგინებენ, ისეთი სიტყვებით მიმართავენ, რავი, აი 12, 13, 15 წლამდელი ბავშვები, კაცები ლუცვავენ, რა ვიცი, თავის პონჩი ქეიფობენ, ამ ყველაფერს ისმენენ და არავინ ხმას არ იღებს. არავინ ხმას არ ასცემს, რომ ელემენტარული მივიდეს და შეშობელძახლო, ყური რო აუწიოს და პატარა რო ყურში წაარტყას, როგორ კადრულობ მაგას, რა სიტყვებით ლაპარაკობ, უთხარი მაინც, კაცო, შენი შვილის ტოლია, ხო? და ეს უნდა უთხრას უყველამ თავის შვილს თუ არა, შვილსაც უნდა უთხრას და გარემოცვაში კიდე მოზარდებს და ბავშვებს, ვისაც დაინახავს, ყველას უნდა უთხრას და თუ კიდე იმის მხრიდან ვინმე იმის ყურს თუ აუწევს და მისი მამა თუ გამოვა და იტყვი შენ შვილს ესე როგორ გაუკეთე და რაღაცა, იმას ყური კი არა, თავპირი უნდა დაალეწოს თავზე. ვინ გეკითხებაო, რას ქვია, ვინ მეკითხება. უძდელი ყავს შვილი და აუწიე ყურის. ეგ ჩვეულებრივი მომენტია, რაკეთ მადლობა უნდა თქვას იმ ადამიანმა, რომ მასეთი რამე გავაგე, იმიტომ რომ მეც ანალოგიურად ჩემი შვილიც თუ ზედმეტში გადადის და მე თუ იქ არ ვიყავი და სხვა ადამიანმა მივიდა და პირობითად ყური აუწია, იმიტომ რომ უძდელურად მოიქცა და დაარიგა და უთხრა, რომ არ ახარ სწორი შენ აქ და დააყენე ერთი ადგილი. მადლობა მეთქვის მე იმ ადამიანის, იმიტომ რომ კეთილი საქმე უნდა, კარგი უნდა რომ გაუკეთოს, იმიტომ რომ იმან ცუდი დაინახა იმ მომენტში ჩემ შვილში თუნდაც. ასე რომ აი ეს წაყრუება საზოგადოებაში და ხალხში ძალიან ცუდი. ადრე კაცები იყვნენ ხოლმე, რომ რაღაცას ვიღაცა რო ვიტყოდით რაღაცას რო შევიგინე, ბიჭო და იქი დაყვიროდნენ, მეორე უბნი დაყვიროდნენ, რას იგინებით და რას უძდელოთ, ბიჭო ყურები არ დაგახიოთ. დღეს ქალები მორბიან, მარტო ქალები მორბიან და გაჩერდი შენ, კაცები რა ვიცი, სატრაქში არ ვიცი რა, და ჩუმადარიან, ბიჭო. ჩუმადარიან, წყნარადარიან, თავის პონჩი ან ლუცვავენ, ან პლანს ეკაჩებიან, ან რაღაცა იქით რა ხდება, ბავშვები ხოცავენ ერთმანეთს, დედისტრაქს აგინებენ თუ
ასე იზრდება მერე აგრესიული ბავშვი. როცა იმას არ აყავს გამგონე უკნიდან, უფროსის თაობა როცა უყურებს ამას და ან იცინი, ან აღლიცინებენ, ან აი შეხედე აგე რა მაგარი ყეყეჩი ბიჭია და როგორ დაჩაგრას უყურე და აი ესეთ ვინც აი ესეთ საქციელებს უწონებს, არა ხარ თქვენაც ბავო. არც კაცები ხართ, არც ნორმალურად მოაზროვნე ქართველები ხართ, არც თქვენი შვილი გიყვართ და არც სხვისი შვილი არ გეყვარებათ არასდროს. თქვენ ახართ უბრალოდ დაკომპლექსებული ადამიანები, რომელიცაც გინდათ რომ თქვენ შვილში გამოზარდოთ ის პიროვნება, რაც თქვენ ვერ იყავით თავის დროზე. პიროვნება. ხო და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი, რომ ადამიანებმა ნახეს, ერთხელ შეხედეს სკოლაში, რომ ან თუნდაც გარეთ როგორ იქცეოდა ის ადამიანი, როგორ ყეყეჩობდა, როგორ ბოინობდა, როგორ იმაშვრებოდა, ერთხელ გაუტარეს, ორჯერ გაუტარეს, სამჯერ გაუტარეს, ამან დაიჯერა, ამ ადამიანმა დაიჯერა, რომ ეს ზდასრული, ჩამოყალიბებული პიროვნება, მერე იქ ხო იცი როგორ ხდება ვიღაცამ ცოტა 10 წლით უფროსმა ხელი გადახვია და შენ ძმა მაგარი კაცი ხარ და ეგრე მიაწექი ძმა და დედამ არავის არ გაატანინო და ასე და როგორც ხდება ხო იცით ყოველთვის და მანდიდან გამომდინარე მოხდა ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი რაც ხდება ზოგადად გინდა არასრულწლოვნები რომ ერთმანეთს რომ ხოცავენ, კლავენ და ჩეხავენ, ეს ჩვენი ბრალია, ყველა ადამიანის ბრალია, ყველა ზრდასრული შობლის ბრალი არის. ყველას ბრალია რომ არ მიუთითებთ ბავშვებს გარეთ რომ რაღაცას ბოინობენ, ჩხუბობენ, რაღაცა ერთმანეთში იმაშვრებიან და ჩვენ ფეხებზე გვკიდია, ჩვენ იქ ლიჟბი გავიქცეთ, ჩვენ საქმეზე გავიქცეთ და რაღაცა მოვასწროთ და იქ არ დავაგვიანოთ და იქით შეიძლება ბავშვებმა ერთმანეთი დახოცონ. ელემენტარული სიტყვას რო გავიგებ ხოლმე რომ შეჩემა ოე და რაღაცა ეგრევე მოდი აქ ბიჭო, აბა რა ოე რა ხდება. და ტრაგედია არის, რა თქმა უნდა და ზოგადად რა ვიცი, აი ამ სახელმწიფო სამართლის ხო საერთოდ ვერაფერს ვერ გაიგებ. თუ ადამიანმა არ შეყარა ტელევიზიები და არ იხრიალა და არ გაიხადა, არ იმასაქნა, რავი, თავის თავზე არ გაგიჟდა და ვენები არ გადაიჭრა, ისე ყურადღებას არავინ არ აქცევს საერთოდ. მაგრამ რავი, ეხლა მე ზოგადად მე რომ მკითხო, იმ შვილის მამაც კი ცოდო არის. რომ იმის გამო რომ რავი, შვილი გაუშვა დილით სკოლაში და სლუჩაინად შეიძლება სიტუაციაში გავლით მოხდა, ან თუნდაც ეხლა ვის არ ქონია, ხა მოდი ჩავიხედოთ იმაში, რა ქვია, გულებში და ვთქვათ, რომ წამო რა, აბა წამომყევი და წაიყოლა საერთოდ ბავშვმა საქმეზე წაიყოლა, თანაკლასელი საქმეზე წაიყოლა, ან საერთოდ ისპროს და გააყვა საერთოდ იმ თანაკლასელს და უცებ ესეთ სიტუაცია მოხდა და აბა ვინ იყო და ეს და რა ყველას 20 წელი უნდა მიცეთ, რავი, ეგ ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია რა. დანაშაულების შეუტყობინებლობა და რაღაცა და რომელი იყავით ერთი და რომელი რეკავდით, პატარა ის თანაკლასელები ერთმანეთში რო ჩხუბობდით, რომელი გარბოდით და რომელი რეკავდით პოლიციაში მითხარი რომ ვაიმე დედა აქ რაღაცები მოხდა და ისა და ესა. რა დანაშაულის შეუტყობინებლობა. კაი, მე მესმის ის ადამიანი, ვინც უშუალოდ ისე იმოქმედა, იძალადა და გინდაც თანამზრახველი იყო და შეთქმული ჰქონდათ ერთმანეთში სიტუაცია, რომ მოდი ეს უეჭველი მაგრა უნდა ვცემოთ და ასე შემდეგ და ერთმანეთს მაგის ფაქტები რო არის და რაღაც ეგ მესმის რომ კი ბატონო რაღაც სიმკაცრით დასაჯო ის ბავშვები, მაგრამ ვიღაცა ვინც შემთხვევით გაიარა, ან თუნდაც ან გაიარა და დაინახა სიტუაცია და შეეშინდა ბავშვს, ვერც იქ დარეკა, ვერც აქ დარეკა და რავი, წამოვიდა სახში. ის რატო უნდა გამოკეთო 20 წელი ციხეში, მე ვერ ხვდები. რის გამო უნდა გამოკეთო?
ესეც ცოდოა, ისიც ცოდოა და ყველა ცოდოა ამ სიტუაციაში. და ზოგადად მე რო გამოკეტავე, კაი, გამოკეტეთ ციხეში, კი ბატონო. გამოვკეტეთ ციხეში. მაგით რა ხდება? მე შენ გეტყვი და ციხეში რაიმე ისეთი აღზრდელობა არის და სასულიერო მიღების უნარი გააჩნია ბავშვს, რამე ისეც რომ სულიერ ცხოვრებას მიყვება, თუ რა მოხდება მე შენ გეტყვი? არაფერი, რავი, გამოვა გაბოროტებული უარესად გაბოროტებული ადამიანი. ხელზე ტატუებით დახატული. ზოგადად არასრულწლოვნის, რავი, მე პატიმრობა ცოტა ისე მიმაჩნია, სკეპტიკურად უყურებ, იმიტომ რომ როცა არასრულწლოვანს აკავებენ, ну გააჩნია მუხლებსაც, ხო ეხლა რაღაც განზრახრო ვიღაცამ ჩაჩეხა და რაღაც, ხო, მაგრამ რაღაცა ესეთ სიტუაციიდან გამომდინარე, როცა გაუთვალისწინებელს რაღაცა ფატალური შედეგი მოყვა, რომელსაც მე რო შეხედავ და ეს ბავშვიც რო უკვე აცახცახებულია და ასე შემდეგ და ასე. ჩემი აზრით უნდა არსებობდეს სპეციალური დაწესებულებები, მონასტრები, სადაც ამ ბავშვებს სულიერ განათლებას მისცემენ და იქ მოიხდის ციხეს, ან თუნდაც იმ დაწესებულებაში და იმ ციხეში უნდა იყოს აუცილებლად მამაოები უნდა შედიოდნენ, უნდა იკითხებოდეს ჩვეულებრივად მაქსიმალურად მის სულიერ აღზრდაზე უნდა იყოს ის ყველაფერი დამოკიდებული ბავშვის. აბა რა ვიცი ხლა ის რო შევა იქ როგორი გამოვა? გამოსულა ვინმე ნორმალური ციხიდან? ავი ჩვენ პრაქტიკაში არავინ. ну ამის თქმა მინდოდა რა რომ ორივე მხარე ცოდოა. ну გავასწორებთ ნურც ერთ მხარეს მიწასთან და ну ვიტყვით რომ დაახრიტეთ და მოკალით და ისქენით და ესქენით და რაღაც. ეს ბავშვიც ცოდოა. ის ხო საერთოდ დაღუპულს ერაფერს ვერ უზავდა, ხსოვნა მოგონება იყოს მისი სულისა და ღმერთმა მისი ნაღვაწი შეუწიროს იმ ქვეყნად, რა თქმა უნდა. იმ ქალს კიდე მხნეობა და გამძლეობა მისცეს. რა ვიცი, შვილებს მივხედოთ, მეგობრებო, სადაც დავინახავთ, რომ ესეთი ფაქტები იქნება, ბავშვები, მით უმეტეს ბიჭები მოზარდები ერთმანეთში ყეყეჩობენ, პლატაობენ, რაღაცას იმაშვრებიან. ну წაუყურებთ ამას და ну გავატარებთ რა, აუცილებელი არის რომ მაგაზე რეაგირება მოახდინოთ და დავარიგოთ, რჩევა მივცეთ, ჭკუა და ასე შემდეგ. აბა კარგად იყო.